ოქტომბრის საქმეზე ამ წუთებში წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იყო გადაღებული, დიდი შეკრების დღეს უკვე დასრულდა. დაახლოებით თითო საათიანი იყო ორი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დღეს ღვთაებათა დარბაზში პროკურატურამ წარმოადგინა, თუმცა ამ კადრების დეტალური შესწავლის შედეგად, როდესაც გზადაგზა ადვოკატები სვამდნენ კითხვებს, სად იკვეთება ის, რაზეც მიუთითებს ბრალდების მხარე, პროკურორებს პასუხების გაცემა ნამდვილად გაუჭირდათ. აღიარეს ის, რომ კონკრეტული ქმედება შესაძლოა არ ჩანდეს ამ კადრებში, თუმცა არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომელიც დღეს ჩვენს ღვთაებათა დარბაზში ნამდვილად არ გვინახავს. ერთადერთი ბრალდებული, ვინც დღეს განსაჯელის სკამიდან სიტყვის უფლებით ისარგებლა, მათ შორის აი ამ ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ეს იყო მურთაზ ზოდელავა, ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელმაც თქვა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ერთი ხელისუფლების დროს ასეთი მკაცრი სასჯელი არ ყოფილა აქციების დარბების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ, რიგ შემთხვევაში იყენებდნენ ხოლმე ადმინისტრაციულ სამართალ პასუხისგებას, თუმცა ახლა ჩანს, რომ 6 ან მეტი წლით უპირებენ ამ ადამიანებს ციხეში გაშვებას, რითიც ოცნების რეჟიმი ცდილობს, რომ მაქსიმალური სასჯელი გამოიყენოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქუჩაში მათ საპირისპირო აზრს აფიქსირებს და გამოდის. სწორედ ამაზე საუბრობდა დღეს საკუთარ სიტყვაში მურთაზ ზოდელავა. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ მცირე ამონარიდი მისი სიტყვიდან. ადმინისტრაციულ სამართალ პროტოკოლებში რეაგირებას აკაცებია აქტუარი მარშრუტის ათიშეთაში. პირველად ოსიფის მოხდა აცინარებებს და ადმინისტრაციულ სამართალ პროტოკოლებში არასდროს ასეთი ფორმის შეყვანა პროგრამული კომიტეტის საკუთარ ასაკურ აქციას ტექსტს. პირველად ოსიფის პროტოკოლში ეს საკითხი გამოყენებული გასაშროли სკოლებში არის ყველაფერს და სახელმწიფო ამაზე 28 წლის განმავლობაში რეაგირებდა ადმინისტრაციულ სამართალს რას პალესტინელებს სამოძიებდა ყველაზე ძიმე შემთხვევაში 30 წელი გაიზარდა ეს იყო და ეს უბრალოდ ამაზე იყო ევროპელი ნორმალურ სახელმწიფოს რეაგირების ამბავი რომელსაც სასახლის ღობის საქმეზე დღეს სახელმწიფო ბრალდებამ მოიყვანა ორი მოწმე, ჰაბიდოსკოპი ექსპერტები, რომლებმაც გამოიკვლია სხვადასხვა ვიდეო მასალა, მათ შორის ტელევიზიების ეთერში გასული მტკიცებულებები, რომელიც დაილუქა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაუგზავნა ექსპერტებს და ასევე ფოტოები იმ ბრალდებულების, რომლებიც ახლა განსაჯელის სკამზე არიან. ეს ორი პიროვნება ამბობდნენ, რომ დააიდენტიფიცირეს სხვადასხვა პოლიტიკოსი, ცნობილი სახე, რომელიც წლებია არის მათ შორის ტელეეთერებში და როდესაც ადვოკატებმა დასვეს დამატებითი კითხვები მასთან დაკავშირებით, რა იყო ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ გადაუგზავნა. დღეს სწორედ დადასტურდა ის, რომ ყველა აღნიშნული კადრი ისედაც ტელეეთერებიდან იყო მიწოდებული ექსპერტებისთვის, ამას არ სჭირდებოდა ექსპერტიზის ჩატარება და არც არავინ უარყოფს, რომ ის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ტელეეთერებში ხდებოდა, ბუნებრივია ამ პოლიტიკოსების მხრიდან იყო გაკეთებული. ერთ-ერთი ექსპერტის კომპეტენცია დააყენეს დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ ადვოკატებმა და შეგვიძლია ეს უკვე მოვისმინოთ გრაფიკულად გახმოვანებული. გამოძიებისთვის საინტერესო იყო მურთაზ ზოდელავა, წარმოდგენილი იყო ფოტოები და ვიდეო მასალა. დადგინდა, რომ ისინი იდენტურია. ანალოგიურად შესწავლილი იქნა ვიდეო მასალა პაატა მანჯგალაძის შემთხვევაში. ვიდეო მასალა იყო საჯარო გამოსვლები, სუბტიტრებიდან გამომდინარე ეს იყო სატელევიზიო მასალა. ექსპერტიზაზე იყო წარმოდგენილი 4 ვიდეოგრამა, ისინი იქნა გამოკვლეული. დადგინდა, რომ წარმოდგენილი პირი იყო ირაკლი ჩხირკია, ასევეა ბორის ჟვანიას შემთხვევაში. ირაკლი ჩხირკიას რა ფერის ტანისამოსი ეცვა, იყო რამით გამორჩეული? ზუსტად არ მახსოვს, მგონი შავი ფერის. დიპლომით ფსიქოლოგი ბრძანდებით და ფსიქოლოგია და ჰაბიდოსკოპია ერთი მეცნიერებაა? არა, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში სტაჟირება გავიარე.
მთავარი მოწმე, ვისი მოსმენაც ყველას უნდა განსაჯერის სკამზე მყოფებიდან არის ის ექსპერტი, რომელმაც დაათვალიერა სასახლის ღობე. ყველა დაკავებულს ამ საქმეზე აქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პროვოკაცია და რომ სასახლის ღობე წინასწარ იყო დაზიანებული ქართული ოცნების მხრიდან, სწორედ ეს იყო სურპრიზი, რაზეც უკვე შემდგომ დღეებში ირაკლი კობახიძე საუბრობდა, სწორედ ამიტომ მათ აინტერესებთ იმ ადამიანების მოსმენა, რომლებმაც დაათვალიერეს აღნიშნული სასახლის ღობის საქმე, იქამდე კი ამბობენ, რომ ეს ჰაბიდოსკოპები, რომელიც მოყავს ბრალდების მხარეს, მხოლოდ ფორმალური მოწმეები არიან, რადგან იქ ყოფნას ისედაც არავინ უარყოფს.